სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ჩვენში ჩვენი სარწმუნოება, სარწმუნოებრივი ცხოვრება, ქრისტე როგორც სიცოცხლე, ჭეშმარიტი, ამას ოფლის სული და ამქვეყნიური ყოფიერება. და ძალიან გვიჭირს ხოლმე, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ მარადიულზე. მიუხედავად იმისა, რომ რწმენა გვაქვს და ვცდილობთ სარწმუნოებრივად ვიცხოვროთ. ამ ქვეყნიური ღირებულებანიც კი მარადილთან შედარებით არაფერს წარმოადგენს, იმიტომ რომ ყველაფერი განქარვებადია და დასრულებადი. ამ ქვეყნიური ღირებულებები ბევრია და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ღირებულება ამ ქვეყნიური ეს არის საღვთო ტაძრები. ყველას გამოგვიცდია, ყოველ შემთხვევაში მე მგონი უცხოელებიც კი გრძნობენ ამას და ქართველები მით უმეტეს ცხეთას რო გავივლით ხოლმე და როცა დავინახავთ ჯვარს, სვეტი ცხოველს, როგორი მადლისმიერი განცდა, თუ ყველას გვეჩვენება ეს რომ ესია, ანუ თუ მხოლოდ გარეგნული მშვენიერებით ვიხიბლებით და ამიტომ მე ვფიქრობ თვითონ აი ამ ფორმაშიც, ამ ტაძრების ფორმაშიც, ფერშიც, იმ შეხამებაში, როგორც ეს არის, ყველაფერში საღვთო ხელია და დიდებულებაა, რომელიც მადლთან შეზავებული და მადლთან ერთად გამოძერწილია, მაგრამ ესეც არის ამ ქვეყნიური და დროებითი და დღევანდელ სახარებაში გახსოვთ ხო, როგორ აქებენ მოციქულები ტაძარს და როგორც ამბობენ დიდებული იყო ის ტაძარი, სოლომონის ტაძარი, უკვე ეს მეორე ტაძრად ითვლება, რომელიც დანგრეული იყო აღდგენილი, მაგრამ ფორმებით, თავის შვენიერებით იგივე იყო და აღთოვანებულები, თავის გრანდიოზულობით, ნამუშევრით, როგორ ამბობდნენ, გახსოვთ, რომ ქვითა კეთილით და პატიოსნით ნაშენებულ არს და გამოხატავენ თავიანთ განცვიფრებას და გახსოვთ უფლის სიტყვები და თქვა ეს უხედავთ ამას, მოვლენან დღევნი, რომელთა შინა არა დაშთეს, ქვაიქვასა ზედა, რომელი არა დაირღვეს. ანუ დადგება დრო ამ ცხოვრებაში, როცა ყველაფერი ამ ქვეყნიური ღირებულება თავის დასასრულს მიაღწევს. ჩვენ ვიცით, რომ ამ ფორმით მზეს და დედამიწაც კი აღარ არსებობს, როგორც ის არსებობს. და ბუნებრივია, რომ ეს დრო დადგება, მოწაფეებს ჯერათ, ჩვენც გვჯერა, რომ ეს დრო დადგება და ვეკითხებით ხო მოწაფეებთან ერთად უფალს რომ მოძღვარ ოდეს უკვე იყოს ესე და რა არის სასწაული, ანუ ნიშანი, რა არის იმის ნიშანი, რომ ეს უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, აქ ისტორიულ კონტექსტში თქვათ ბევრი რამ იგულისხმება, ჯერ ერთი იგულისხმება უფლის დიდების დაბრუნება პირველ რიგში და აღსასრული ყოველივეს. იმ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში ასევე იგულისხმებოდა იერუსალიმის დარღვევა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით 60 წელს მოხდა. ანუ უფლის ჯვარცმიდან სადღაც 40-ოდე წელიწადში ის საღვთო განგებულება აღსრულდა. ეს ერთი მხარეა, მაგრამ არის მეორე მხარე, როცა სულიერად განვიხილავთ ჩვენ სახარების საკითხავებს, ჩვენც როცა დავსვავთ ამ კითხვას და ჩვენ აი როდის მოხდება ის, რომ ეს ყველაფერი ეს ამ ქვეყნიური ღირებულებები თავის აზრს დაკარგავს. ის ქვაზე დარჩება, მოდი ესე რომ ვთქვათ, და რა არის ის ნიშანი, რომელი ნიშანის მე აი ამ ყველაფრის მოახლოებას მაგზნობინებს. და პირველი პასუხი, რასაც უფალი ეუბნება მათ, არის ის, რომ გაფრთხილება, რომ ნუ უკვე სცდეთ, იხილეთ, ნუ უკვე სცდეთ, ანუ ფრთხილად ვიყო თუ არ შევცდეთ. საქმე იმაშია, რომ იმისათვის, რომ ჩვენ ის რაც განადგურებადია ამ ქვეყნიური. და ამ განადგურებაში ჩვენ არ მოვყვეთ და რა შემთხვევაში არ ყვებით ჩვენ ამ განადგურებაში, როცა ყველა ღირებულებას თავისი ადგილი აქვს და ერთადერთი უმთავრესი ღირებულება, რომლის გამოც ყველაფერს თვით ტაძარსაც კი ფასი აქვს, ეს არის თავად ღმერთი, რომელიც მე ადამიანად მოვიდა, თავის თავად ცხადია, რომ და ჩვენი სარწმუნოება ძალიან კონცენტრირებული გახდა, ფოკუსირებული გახდა, აი ამაში არ უნდა შევცდეთ. და აი როცა ამბობს უფალი, რომ მრავალი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყვიან ვით არ მე ვარ, ნუ მიხვალთ შედგომათ მათთან. ნახეთ რას ამბობს. ესე იგი ღმერთი მოვიდა ერთხელ
ჩვენი სარწმუნოებრივი ხედვა ფოკუსირებული აღმოჩნდა იესო ქრისტეზე, იმიტომ რომ ღმერთი მთელი სავსება ღვთაებრივი დამკვიდრებული არის ქრისტეში ხორციელად, როგორც პავლე მოციქული ამბობს. მაგრამ რატომ ხდება, რომ ვიღაცები ცდებიან და ვიღაცები არასწორად ხედავთ? ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად ესე მომხდარა ბევრჯერ ისტორიაში, სამწუხაროდ ჩვენს თანამედროვე რეალობაშიც ქართულშიც გვაქვს მსგავსი მოვლენა, როდესაც ადამიანებს ვიღაც კონკრეტული ადამიანი გონიათ ღმერთი მოსული ადამიანად, მაგრამ თუ განვაზოგადებთ, ხო ყველას ესე ხო არ გონია, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი მდგომარეობა მთლად ფსიქიური ჯანმრთელობიდანაც გადახრათ შეიძლება დავინახოთ, ხო, იმიტომ როგორ შეიძლება, ხო, ვიღაცა გეგონოს ღმერთი. ერთი ცხრუ 100-ია. ხო, მით უმეტეს როცა ქრისტიანი ხარ და როცა იცი რომ მოვიდა უფალი ერთხელ და გვწამს. მაგრამ თუ უფრო განვაზოგადებთ, აქ არის საუბარი რაზე, როცა ადამიანს აქვს პრობლემა ქრისტიანს პირველ რიგში მოდი ესე ვთქვა და მთლიანად კაცობრიობას ღვთისმცნობელობისა. ანუ როცა ადამიანი ვერ ცნობს ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ის სახელით ქრისტიანია, შეიძლება ეკლესიის წიაღში არის, მაგრამ ადამიანი ვერ ცნობს ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანად იწოდება და სულიერი ცხოვრება თითქოს აქვს და რელიგიური ადამიანია, აი რაც წეგან ვახსენე, არ არის ფოკუსირებული მისი სარწმუნოება იესო ქრისტეზე. არ არის ფოკუსირებული, შესაბამისად, მისი შინაგანი სამყარო, ასე დროს ადამიანის შინაგანი სამყარო არ არის გადაქცეული ღვთის ტაძრად, იგი არ არის სავსე ქრისტეთი, არ არის აღსრულებული საიდუმლოება განკაცებული ღმერთზე, რომ მიანიშნავს პავლე მოციქული, რომ ჩვენში უნდა დამკვიდრდეს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ტაძარი, ჩვენი როგორც ტაძრის არსებობა კავშირშია ღვთის განკაცებასთან და ეს ყველაფერი რეალიზდება იმით, რომ მე ჩემში უნდა ვხედავდე იესო ქრისტეს და ფაქტობრივად ჩემი მთელი ყოფიერება კონცენტრირებული უნდა იყოს ჩემ შიგნით და თუ მე ასე არ ვარ, მაშინ მე მეკარგება უნარი ღვთის მცნობელობისა და შესაბამისად ჩემი სულიერი ცხოვრება, რელიგიურობა არის გადღაბნილი და სავსეა სხვადასხვა ამ ქვეყნიური თუ მისტიკური შეიძლება ღირებულებებით, რომელიც არ არის არ წარმოადგენს ქრისტეს. ამიტომაც ასე დროს ადამიანი თავის დროს, რომელიც მას ღმერთისაგან მოცემული აქვს, ხარჯავს მეასეხარისხოვან საკითხებში, რომელსაც კიდევ ვიმეორებ, პარადიული ღირებულება არ აქვს და თავის დროს უაზროდ ფლანკავს. სხვადასხვა ღირებულებებისადმი იხარჯება მისი სიცოცხლე. აი ნუ მიხვალთ შედგომათ მათთან. გასაგებია ვიღაცა შეიძლება კონკრეტულად თავისი შინაგანი დეფორმირებული ცნობიერების გამო ვიღაც კონკრეტული ადამიანი ეგონოს ადამიანად მოსული ღმერთი ქრისტე, ცრუ ქრისტე რასაც ქვია და მას გაყვეს, მაგრამ თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელია და მსგავსი რამ არ ემართება, იგივე რამ ემართება მაშინ, როცა ის თავის დროს ხარჯავს, თავის არსებობას, თავის ყოფიერებას ხარჯავს ისეთ საკითხებში, რომელსაც მარადიული ღირებულება არ აქვს და ამით ცრუნდება. ამის გარდა უფალი გვეუბნება, რომ ამასოფლის სული, რომელსაც ატანა არ აქვს ქრისტესი, ამასოფლის სული ყოველთვის ინტუიციურად გრძნობს იქ, სადაც არის ქრისტე დავანებული და თუ ეძლევა მას შესაძლებლობა ღვთის განგებულება, ჩვენ არ ვიცით რა შემთხვევაში როგორ იქნება, მაგრამ თუ ეძლევა მას შესაძლებლობა, ის ყოველთვის მოიძულებს და თავის წიაღიდან ცდილობს განაგდოს ქრისტე და ის ადამიანები, რომლებშიც ქრისტეა და ამიტომ უფალი გვაფრთხილებს, რომ დაგასხენ თქვენზე და ხელნი და გდევნიდან სახელისა ჩემისათვის, ანუ ქრისტეს სახელისათვის მოძულობა. ეს ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თუ შენში ქრისტეა, ამ სოფელს შენ არ უყვარხარ. და ამ დროს ჩვენ გვევალება მოწამეობა ნიშნავს დამოწმება ცხოვრების წესით და სიტყვით, დამოწმება, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ფათაშორის ეს მოწამეობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიური ყოფიერების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ხო გითხავთ ხშირად, რომ მოწამეობა ნიშნავს არა იმას, რომ მაინდა-მაინც გტანჯავენ, არამედ მოწამეობა ნიშნავს, რომ შენ ამოწმებ, რომ ქრისტე ღმერთია და ეს მდგომარეობა ქრისტიანს ყოველთვის უნდა ქონდეს. ჩვენ ფიზიკურად გტანჯავენ თუ არ გტანჯავენ. და როგორ დავამოწმოთ, რა შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ დამოწმებას, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ვისაც ცოტათი მაინც გამოცდილება აქვს სულიერი ცხოვრების და იცის რა ესე იგი რა ფაქიზია ჩვენი რწმენა და
რა მოწყვლადი ჩვენი რწმენა როგორ შეიძლება იგი ჩვენ თვითონ თავად წამის ყოფაში დავკარგოთ, იმიტომ რომ როგორი ალოგიკური და აბსურდული რაღაცა გვწამს, რომ იესო ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი და იმდენად აბსურდულია და ალოგიკური, რომ პავლე მოციქული ამ ჩვენ რწმენას სისულელეთაც კი მოიხსენიებს, ანუ ლოგიკურად გაუგებარს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? წარმოგიდგენიათ, ჩვენშიც კი როგორი გაფრთხილება უნდა და როგორი ღვაწლი უნდა, რომ ის ნაჩუქარი ჩვენგან დამოუკიდებლად დაუმსახურებლად მოცემული ეს განსაცვიფრებელი უნარი დანახვისა, ქრისტეში ღმერთის დანახვისა, ეს უნარი ახლა კიდე სხვას გადასცე. შენ ხო უნდა გაუფრთხილდე და ახლა სხვას უნდა გადასცე და რა შემთხვევაშია შეიძლება გადასცე, ლოგიკურად ამას ვერ გადასცემ, ვერც რაღაც თეორიული განათლებით ვერ გადასცემ. ერთადერთი რითაც ის შეიძლება გადასცე, აი როგორც რა შემთხვევაში შეიძლება ცეცხლი გადასცე სხვას, თუ ეს ცეცხლი შენ გაქვს. თუ სანთელი ხელში არ გიპყრია სხვას ჩამქრალ სანთელს, რაც არ უნდა ელაპარაკო და რაც არ უნდა სიტყვების კორიანტელი დახარჯო, რომ რა მაგარია, როცა ხელში სიბნელეში სანთელი გიპყრია ხელთ, რა მაგარია ეს სანთელი არ აინთება, შენ უნდა გეჭიროს ეს სანთელი ანთებული, რომ მას სხვას გადასცე. შენში თუ საღვთო მადლი არ არის, რომელიც შენ გიმოწმებს ქრისტეს ღმერთობას, სულიწმინდა ღმერთის მადლი, სულიწმინდა ღმერთის მიერ მოტანილი მადლი თუ არ არის ჩვენში, რომელიც გვიმოწმებს, გვიდასტურებს, იმიტომ რომ უფალი ხაზგასმით ამბობს, სულიწმინდა ღმერთი რომ მივა ის დაამოწმებს ჩემთვის და მე ამბობს და თქვენც მოწამე ხართ. ანუ თქვენც უნდა დაამოწმოთ. ანუ ჯერ სულიწმინდა ღმერთი გვიმოწმებს ჩვენ გულში ქრისტეს ღმერთობას და მე ჩვენ ვუმოწმებთ უკვე სხვას და ვუმოწმებთ არა უბრალოდ სიტყვით, კიდევ მეორე არამედ იმ ცეცხლით, რომელიც ჩვენში უნდა ენთოს, ცეცხლის ამოვეთ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს აწვე აღეხსნას, რომ მე სხვისი გულიც აინთოს. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ნუ ინერვიულებთო რა უნდა ესე იგი თქვათ და წინასწარ ნუ ნერვიულობთ რა უნდა თქვათ, რა სიტყვა მიუგოთ, არამედ მე მოგცეთ თქვენ პირი და სიბრძნე, რომელსაც ვერ უძლონ წინა აღდგომად და სიტყვის გებად ყოველთა წინა აღდგომთან თქვენთან, ანუ თავად ღმერთისგან მოგვეცემა ჩვენ, იმიტომ რომ ის ცეცხლი აინთება ჩვენში. რა თქმა უნდა, რაც მეტად ეს სამყარო გამძვირვარდება ქრისტეს მიმართ, მით მეტად მოძულებული აღმოჩნდება ქრისტიანი, მაგრამ ჩვენ გვმართებს ამ დროს მოთმინება. დღეს საყოველთაო დევნა, მადლობა ღმერთს არ არის, შეიძლება ჩვენ ვერც მოვესწროთ, თუმცა ანტიქრისტეს დროს ეს იქნება, თუ მოვესწრით იმ დროს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს ყოველდღიურობაში გვაქვს მუდმივი დევნა დემონური ძალების მიერ, რომელიც რა თქმა უნდა იყენებენ ადამიანებს, მათ შორის ჩვენ ახლობელ ადამიანებსაც, შორებელ ადამიანებსაც, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებასაც ხლიჩავენ და თქვათ ერთმანეთს უპირისპირებენ, ანუ ქრისტიანს ყოველთვის აქვს ეს მცირეოდენი, ანუ ერთგვარი რეპეტიცია იმ დიდი დევნულობისა, რომელიც აუცილებლად მოხდება სამყაროს დასასრულს და მოვესწრებით თუ არ მოვესწრებით ამ მცირე დევნულობას ყველანი გავდივართ, როდესაც ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცა, რომელიც ინსტრუმენტი ხდება ბოროტის ხელში, შენ გავიწროებს და შენ სარწმუნოებას დევნის. და როგორ უპირისპირდებით ამას? რა თქმა უნდა, უპირისპირდებით არა იმავე მეთოდებით, როგორც ჩვენ გვევზვიან, არამედ მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენი, მოთმინება და მდუმარება. მდუმარება ეს არ არის არა მუნჯობა, არამედ ქრისტესთან ერთად ყოფობა საკუთარ თავში. ეს ორი რამ, მოთმინება და მდუმარება, ანუ ისიხია, მდუმარება ისიხია, ეს არის ქრისტესთან ერთად ყოფობა, ხო? რომ მდუმარების, კიდევ ვიმეორებ, როცა ვკითხულობ მდუმარებას, ეს არ გვეგონოს, უბრალოდ ჩუმად რო ხარ, ეგ არის მდუმარება, ეს არის ისიხია, განმარტოება საკუთარ თავში ქრისტესთან ერთად. აი ეს ორი სათნოება, მოთმინება და მდუმარება არის უმძლავრესი ინსტრუმენტი ნებისმიერი ბოროტების დასამარცხებლად, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის. მაგრამ ჩვენ ამას რატო ვერ ვაკეთებთ? იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ტყუილდებით, ყოველთვის როცა ადამიანისგან მოდის რაღაცა არაჯანსაღი, სულ გგონია, რომ ეს ადამიანია კონკრეტულად და ვერ ვხედავთ იმის უკან ბოროტ სულს. აი ეს არის. და კიდევ ერთი, ეს ადამიანი არ არის აუცილებელი იყოს თავად ბოროტი. ის ადამიანი შეიძლება ქრისტიანიც იყოს. ახლობელიც იყოს, მეგობარიც იყოს, ოჯახის წევრიც იყოს, გახსოვთ, ხო სახლეუნი თქვენი მტერნი იქნებიან. შეიძლება ხვალ მეორე დღეს შენ გახდე ვიღაცის მიმართ, ვიღაცი ეშმაკის ხელში იარაღი და სხვა ადამიანს დაუპირისპირდე. საკმარისია ქრისტეზე არ ფიქრობდეს, საკმარისია შიგნით ქრისტესთან ყოფობა არ ქონდეს,
ეშმაკს ბევრი დრო არ უნდა. იმ წამს აი დააკვირდით საკუთარ თავს, როცა ჩვენში ქრისტეს ხსოვნა კლებულობს, მოუკლებლობა აღარ არის ჩვენში, ხო? ლოცვისა, ქრისტესთან ერთობისა. იმ წამს ჩვენი ნება და გულის სიტყვები თავის თავს ავლენენ როგორც უკეთურნი. ნებაც და გულის სიტყვების და აზრებიც. ეგრევე წამის ყოფაში ხდება ეს. გესმით, აი ეს უნდა გვახსოვდეს და ამ დროს ასე დროს თავისუფლად შენი მრისხანებით, შენი გამოხედვით, შენი ჟესტიკულაციით, შენი ხმის ტონალობით, გესმით, იმ წამსვე შეიძლება გამოყენებული იქნა ეშმაკის ხელში სხვა ადამიანის წინააღმდეგ. ასე რომ ძალიან დიდი სიფხიზლე გვართვევს, რომ არ ვიყოთ ინსტრუმენტები ბოროტის ხელში. და ეს მოთმინება და როგორც გითხარით ეს მდუმარება არის უმძლავრესი ინსტრუმენტი ეშმაკის დასამარცხებლად. მერე პავლე მოციქულის სიტყვებს ვკითხულობთ აგერ ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, როგორ ამბობს პავლე ტიმოთეს როგორ ეუბნება პავლე, აი ამ მცნებას განდობ შენ შვილო, ანუ როგორ მოძღვრავს ტიმოთეს შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, ანუ წინასწარმეტყველება, ანუ ცოდნა, რაც ჩვენ გვაქვს, აი ამ ცოდნის შესაბამისად, რა მცნებას აძლევს ტიმოთეს და ამით ჩვენს და ნახეთ რა საოცარ სიტყვებს ეუბნება, რათა იომო კეთილი ომით ბრძოლისკენ მოუწოდებს. კეთილი იმიტომ რომ ქრისტესათვის არის. ხო, აი ეს მოსანგრეობა ძველ ქართულად, ანუ ომი, მოსანგრეობა ძველ ქართულ იმაში, თანამედროვე ქართულად ომი. მებრძოლა, ხშირად ვამბობთ ხოლმე, ხო, მებრძოლის სულია ქრისტიანს. კი არ გეძინოს, კი არ მიენდო, ესე იგი პასიურად რაღაცა გარემოებებს, არამედ მებრძოლი უნდა იყო. და ეს ბრძოლა კეთილი ომი რა შემთხვევაში არის შესაძლებელი და აგრძელებს პავლე მოციქული. გქონდეს რწმენა და წრფელი სინდისი. მარტო რწმენა არა. მარტო წრფელი სინდისი არა. ორივე ერთად, რწმენა და წრფელი სინდისი და აი ამ ორი წყვილის ერთად არარსებობის შემთხვევაში ვღებულობთ ან არაჯანსაღ რელიგიურობას, ან ესე იგი არაჯანსაღ ზნეობრივ მდგომარეობას. ორივე უნდა იყოს, რწმენაც და წრფელი სინდისიც. გაგრძელებს, რაც უარყო ზოგიერთმა და შესაბამისად მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა ზღვაში. აი ეს არის. ამიტომ იმისათვის, რომ ჩვენ ეს ღირებულებათა აღრევა ჩვენში არ მოხდეს და ამ ქვეყნიურმა არაფერმა დიდმა ღირებულებამაც და ტაძარზე მშვენიერი რა არის და დიდებული რა არის, არაფერმა არ ჩაანაცვლოს ჩვენში, რომ არაფერმა არ ჩაანაცვლოს ჩვენში მთავარი იესო ქრისტე და რომ ეს ფოკუსირება იესო ქრისტეზე ჩვენგან არ დაიკარგოს, უნდა გქონდეს აი ეს უნარჩვევების თვისებები, რომელიც ქრისტიანს ევალება, რომელზეც გვასწავლის უფალის და აგერ პავლე მოციქული ბოლოს მოძღვრავს, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენში სწორად განვითარდეს. ჩვენი რწმენა ჩვენშივე სწორად განვითარდეს. შეგვიწიროს უფალი და გაგვაძლიეროს ჩვენს ბრძოლაში, ჩვენს კეთილ ომში, სადაც მოთმინებით, შინაგანი სიმყუდროვით, დუმარებით, რწმენით და წრფელი სინდისით რეალიზდებით როგორც ქრისტიანები და ვიომებთ როგორც ქრისტიანები. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.